მოგესალმებით, ეთერშია მოამბე 10 საათზე სტუდიაში მარიამ ვაშაძე მუშაობს. 60 გარდაცვლილი, 1000 დაშავებული, ქვეყნის მასშტაბით და 754 დაკავებული. ეს არის CNN-ის ინფორმაცია თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შედეგები. გადატრიალების მცდელობა აღკვეთილია თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ქვეყანაში ვითარებას თითქმის სრულად აკონტროლებს. ახლა გადატრიალებაში მონაწილე პირების დაკავებები მიმდინარეობს. გამთენიის სტამბოლში ჩავიდა პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, რომელსაც ათათურქის აეროპორტში ათასობით მხარდაჭერი დახვდა. ერდოღანის განცხადებით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში მყოფი ყველა პირი უმკაცრესად დაისჯება. მან მომხდარში ამერიკაში მცხოვრები მუსლიმი ღვთისმსახური ფეთულა გიულენი დაადანაშაულა. გავრცელებული ინფორმაციით 30 გენერალი არის დაკავებული. როგორ ვითარდებოდა მოვლენები მთელი ღამის განმავლობაში, გივი ბარამიძე ამბობთ. 60 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე და პოლიციელი, ასეთია თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს მომხდარი დაპირისპირების შედეგი. თურქეთის პროკურატურის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. თურქული მედიის ცნობით, სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობისთვის 336 ადამიანია დაკავებული. თურქეთის შეერაღებულ ძალებში დაწყებული სამხედრო გადატრიალება ქვეყნის დაზვერვის სამსახურმა და პოლიციამ მოიგერია. კადრებში ამბოხებული სამხედროების ერთ-ერთი დაპატიმრებული ლიდერი ჩანს, რომელიც სამხედრო გადატრიალებაში ჩართულ ჯარისკაცების დანებების ბრძანებას აძლევს. სტამბოლის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში 104 ჯარისკაცი მონაწილეობდა. მათ ლიდერად დასახელებულია ვინმე პოლკოვნიკი მუჰარემ კოზე. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი სტამბოლში ჩავიდა და კომენტარი გააკეთა. ერდოღანის თქმით, თავად გააკონტროლებს, რომ თურქეთის შეერაღებულ ძალებში წმენდა ჩატარდეს. თურქეთის პრეზიდენტმა გადატრიალების ორგანიზებაში შეერთებულ შტატებში მცხოვრები თურქის სასულიერო პირი ფეთულა გიულენი დაადანაშაულა, თუმცა თავად გიულენის გარემოცვა ბრალდებას უარყოფს. ეს თურქეთის ჯარის უმცირესობაა. თურქეთს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და მმართველი პარტია ჰყავს. დაუშვებელია იარაღი შენს ხალხს მიუშვირო. ეს იარაღი ჯარს სწორედ ხალხმა მისცა და თუ ხალხის წინააღმდეგ გამოიყენებს, უმკაცრეს საფასურს გადაიხდის. რაც არ უნდა მოიმოქმედოს ამა თუ იმ ჯგუფმა, ეს ძველი თურქეთი აღარ არის. ახალი თურქეთის მოქმედება სრულიად განსხვავებულია. თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა საერთაშორისო საზოგადოება გამოეხმაურა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ყველა თურქულმა პარტიამ მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიული გზით არჩეულ მთავრობას. ნატოს გენერალურმა მდივანმა კი მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და კონსტიტუციას ყველამ პატივი უნდა სცეს. თურქეთის მთავრობას უპირობო მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირი. თურქეთი ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას და ინსტიტუტებს. ჩვენი სურვილია თურქეთში კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად დაბრუნდეს. თურქეთის გენერალურ შტაბში სამხედროების ერთმა ჯგუფმა სამხედრო გადატრიალების შესახებ გასულ ღამეს განაცხადა. სამხედროებისგან შემდგარმა ჯგუფებმა სტამბოლსა და ანკარაში მძიმე ტექნიკით ქუჩების დაკავება დაიწყეს. ამბოხებული სამხედროების მთავარი სამიზნე ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები, პარლამენტი, პრეზიდენტი, სასახლე, აეროპორტი და სახელმწიფო ტელევიზია გახდა. სამხედრო გადატრიალებაში ჩართულმა ჯარისკაცებმა სამხედრო ვერტმფრენით სადაზვერვო სამსახურის შენობას, პარლამენტსა და პრეზიდენტის სასახლეს ცეცხლი გაუხსნა. ამბოხებულთა ვერტმფრენი მოგვიანებით თურქეთის ავიაგამანადგურებელმა ჩამოაგდო. სტამბოლსა და ანკარაში ისმოდა აფეთქებებისა და სროლის ხმა. სტამბოლის ტაქსიმის მოედანი, ბოსფორის ხიდი და ტელეკომპანია CNN-ის თურქული ბიუროს შენობა ამბოხებულებმა დაიკავეს. შეჩერდა სახელმწიფო ტელევიზიის მაუწყებლობაც, დაიხურა აეროპორტები. გადატრიალებაში ჩართულმა ჯარისკაცებმა კომენდანტის საათი გამოაცხადეს და მმართველობის ხელში აღების შესახებ განაცხადეს. რამდენიმე საათიანი პაუზის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა მხარდამჭერებს ქუჩებში გასვლისკენ მოუწოდა. პანიკური მდგომარეობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ რამდენიმე საათში სამხედრო გადატრიალების განეიტრალება შეძლო. ათათურქის აეროპორტი ნელ-ნელა სამუშაო რეჟიმს უბრუნდება. პირველი სამოქალაქო რეისი Turkish Airlines-ის Boeing-მა ლონდონიდან განახორციელა. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ანკარას თავზე სამხედრო ავიაციამ პატრულირება შეწყვიტა, თუმცა შეზღუდვებია თურქეთის სხვა აეროპორტებში. ტრაბზონის აეროპორტთან იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ოთარ გიორგაძე, რომელმაც სარფი საბაჟო პუნქტის გავლით თურქეთში გადასვლა მანამდე მოახერხა, სანამ ის ჩაიკეტებოდა. ის ახლა ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის მოამბის ეთერში.
დიახ, ჩვენ ახლა ტრაბზონის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებით, სადაც ბოლო 8 საათის განმავლობაში არც ერთი რეისი არ შესრულებულა. მიზეზი კი ახლა თურქეთის ტერიტორიაზე გუშინ მოხდა საკმაოდ მძიმე მოვლენები. ბოლო რეისი პირველ საათზე გაუქმდა, ონურეარს უნდა შეესრულებინა რეისი სტამბოლის მიმართულებით, თუმცა ეს რეისი არ შედგა და ამ რეისიდან მოყოლებული 9 რეისის მგზავრები ამ დროისთვის იმყოფებიან ტრაბზონის აეროპორტში. მათ შორის ჩვენს გეგმავდით, რომ სწორედ ტრაბზონის აეროპორტიდან ჩავსულიყავით სტამბოლში, თუმცა თურქეთის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს შეზღუდვები საჰაერო სივრცეში და ამიტომ ჯერჯერობით ამ დრომდე უცნობია თუ როდის იქნება შესაძლებელი სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით გადაადგილება კონკრეტულად ტრაბზონის აეროპორტიდან. გაძე საუბრობდა ტრაბზონიდან მოამბის ეთერში, სადაც რეისები ამ დრომდე ვერ სრულდება. სტამბოლის ათათურქის აეროპორტი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება, განცხადება ამის შესახებ Turkish Airlines-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ავიახაზების წარმომადგენელთა განმარტებით ბრძანება რეისების აღდგენის შესახებ პრეზიდენტის და მთავარსარდლისგან რეჯეპ ტაიპ ერდოღანისგან მიიღეს. გადადებული რეისების შესრულება უსაფრთხოდ ხორციელდება. თურქეთის ავიახაზები მგზავრებს რეისებთან დაკავშირებით ინფორმაციას ვებგვერდებზე მოუწოდებს, რომ ვებგვერდებზე გადაამოწმონ. მოამბემ მოახერხა საქართველოს მოქალაქის ჩაწერაც, რომელიც ამ დროისთვის ათათურქის აეროპორტში იმყოფება. ლუკა მგელაძე საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში ელოდა რეისის შესრულებას. ეხლა მომენტისათვის სიმშვიდე არის. ჯერ ხალხი ელოდება, როდის აღდგება რეისები, თუმცა ჯერჯერობით არ იცის თუ რა მომსახურე პერსონალსაც არ აქვს ინფორმაცია ამის შესახებ. დანარჩენი ეხლა სიტყვიერებები გუშინ ცოტა ამისკენ იყო პანიკა, იმიტომ რომ რაღაც მცირე სახის აფეთქება მოხდა აქ აეროპორტთან, ამან გამოიწვია ხალხში პანიკა. დიდი ისეთი არაფერი, ეხლა ყველაფერი დათუნა და ძირითადად ელოდებიან, როდის აღდგება რეისი. თვითონ ტაბლოზე დაწერეს, რომ საქართველოსკენ რეისი სადღაც 2 წუთებისკენ როეუნებით მაინც ჯერ ვერ ადასტურებენ საბოლოო პასუხს, კი ეგ ნამდვილად ეგრე იქნება. რაღაც გარკვეული მიმართულებით არის აი გახსნილი კი. თურქეთის მიმართულებით სახმელეთო საზღვარზე საქართველოდან გადასვლა შეზღუდულია, საჰაერო საზღვარი კი ჩაკეტილია. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ გვიან ღამით გამართული უშიშროების საბჭოს ხდომაზე მიიღო. პრემიერის განცხადებით, დღეს დილიდან სიტუაციიდან გამომდინარე ემოქმედებენ. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს საფრთხე არ ემუქრება და საგანგებო ზომების მიღება არ იგეგმება. ხელისუფლება მოქალაქეებს თურქეთში გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. უშიშროების საბჭოს ხდომაზე ვიმსჯელეთ იმ საფრთხეებზე, რაც შეიძლება საქართველოსთვის მომდინარეობდეს ამ სიტუაციიდან. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მეგობარ თურქეთში დემოკრატიული განვითარების საფრთხე არ შეიქმნას და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას არ შეექმნას საფრთხე. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე საზღვრებზე არსებულ სიტუაციაზე და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია გავაანალიზეთ. დილამდე დავაკვირდებით სიტუაციას. ჯერჯერობით ჩვენივე მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე საზღვარზე გადასვლა შევზღუდეთ თურქეთის მიმართულებით. ასევე საჰაერო საზღვარიც ამ წუთას ჩაკეტილია, გამომდინარე იქიდან, რომ ფრენები არ ხორციელდება. დილის სიტუაციიდან გამომდინარე მოვახდენთ სავარაუდო ცვლილებას ამ მიმართულებით. ჯერჯერობით ეს სიტუაცია რჩება და ვაკვირდებით სიტუაციას. რაც შეეხება ჩვენი მოქალაქეების შესაძლო მგზავრობას თურქეთის მიმართულებით, ჩვენ ვურჩევდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ მანამ სანამ სიტუაცია დასტაბილურდება და აქ საუბარია, დიდი იმედი გვაქვს, რომ საუბარია ძალიან მოკლე პერიოდზე, ამ პერიოდის განმავლობაში თავი შეიკავონ თურქეთის მიმართულებით მგზავრობაზე, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი თურქეთის მიმართულებით მგზავრობა, ამ წუთას მიზანშეწონილი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით სიტუაცია იქ არ არის სტაბილური. დიდი იმედი გვაქვს კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდება. დილით კიდევ გვექნება სავარაუდოდ შეხვედრა და გამომდინარე ოპერატიული ინფორმაციიდან გავაკეთებთ კორექტირებებს ამ სიტუაციაში. პირადად გამოვხატა მხარდაჭერას პრეზიდენტ ერდოღანს. დარწმუნებული ვარ, რომ დესტაბილიზაცია იქნება დაძლეული უახლოეს მომავალში და ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყანა დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს. მე მინდა დავამშვიდო საქართველოს მოსახლეობა, რომ საქართველოს მოსახლეობას და ჩვენ ქვეყანას არ ემუქრება არავითარი საფრთხე. ამასთან ერთად მინდა ვურჩიო ჩვენს მოქალაქეებს სიტუაციის სრულ დასრულებამდე თავი შეიკავონ თურქეთში გზავრობისგან. ამ
კონკრეტულ ვითარებაში, როგორც მოგახსენეთ, არის დაცული, ჩვენ რაიმე საგანგებო ზომებს ამ ვითარებასთან მიმართებაში არ ვატარებთ. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით ვითარების განვითარებას და დინამიკას, თუმცა ამასთან ერთად ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რეგიონში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იყოს ასე მისი სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყანა იყოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების და ხელისუფალების მიერ მართული. შესაბამისად, ბუნებრივია თურქეთში მიმდინარე მოვლენები ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება თურქეთში მიმდინარე მოვლენებს და იმედს გამოთქვამს, რომ ვითარება მშვიდობიანად დარეგულირდება. სამინისტრო მოუწოდებს თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე, თავი შეეკავონ ქუჩაში გადაადგილებისგან, დარჩნენ საცხოვრებელ სახლებში და თვალი ადევნონ საინფორმაციო საშუალებებში მოვლენების მიმდინარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. სამინისტრო მოუწოდებს თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში დარეკონ საელჩოს ცხელ ხაზზე ნომრები +90 500 33 69 03 040. ასევე +90 54 18 18 44 00. ასევე საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს სტამბოლში მყოფ მოცეკვავითა ანსამბლთან დაკავშირებით. მაშინ ნათქვამია, გაცნობებთ, რომ სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ანსამბლის წარმომადგენლებს. ბოლო ინფორმაციით ისინი იმყოფებიან სტამბოლის მახლობლად მდებარე ქალაქში. საკონსულოს რჩევით მათ შეწყვიტეს გადაადგილება, დაბინავდნენ უსაფრთხო ადგილას და მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან საკონსულოსთან, ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. მოქმედებს ცხელი ხაზი ჩვენი საელჩო ანკარაში, ასევე ჩვენი გენერალური საკონსულო სტამბოლში მუშაობს გამუდმებულ რეჟიმში და კონტაქტზე არის ჩვენ მოქალაქეებთან, საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც თურქეთში იმყოფებიან. ჩვენ მოუწოდებთ კიდევ ერთხელ ჩვენ მოქალაქეებს, რომ მათ მაქსიმალურად შეიკავონ თავი ნებისმიერი გადაადგილებისგან და საჭიროების შემთხვევაში ისინი დაუკავშირდნენ ჩვენს საელჩოს, ასევე გენერალურ საკონსულოს. ამ ეტაპზე ჩვენ არ აგვაქვს რაიმე განსაკუთრებული ინფორმაცია, რომელიც საფრთხის შემცველი არის, ან უკავშირდება რამე პრობლემას ჩვენ მოქალაქეებთან დაკავშირებით. სარბიდან საქართველო-თურქეთის საზღვარზე გადასვლა ისევ შეზღუდულია, მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთის უფლება არ აქვთ. გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღო. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მუამბის გადამღები ჯგუფი. სარბში ვითარება მშვიდი იყო. ადგილზე რჩებოდნენ ტურისტები, რომლებიც მოვლენების გამთარებას ადევნებდნენ თვალს და ელოდნენ საზღვრის გახსნას. მოსალოდნელია თუ არა შეზღუდების მოხსნა, ეს ამ ეტაპზე უცნობია. არავის არ გავსაუბრებივართ, არაფერი არ ვიცით. უბრალოდ საზღვარი არის დაკეტილი. განანდა არ გვიშვებენ. მეტი ინფორმაცია არაფერი არ ვიცით. აუცილებელი საქმე გაქვთ? არა, ჩვენ მუშაობთ ქემალ-ფაშაში და გადავდივართ ყველადიურ სამსახურს ვეწევით და ამჯერად არ გვიშვებენ. არაფერი არ ვიცით, შეგვაჩერა პოლიციამ და რას ვაპირებთ, ველოდებით პასუხს, რომ გადაგვიშვებენ თუ არა. სარფის მსგავსად დაკეტილია საჰაერო საზღვარიც, ფრენები საქართველოდან თურქეთის მიმართულებით არ სრულდება. დღეს 9 საათზე და 20 წუთზე უნდა განხორციელებულიყო მორიგი რეისი ათათურქის აეროპორტიდან ბათუმში, თუმცა ფრენა ვერ შესრულდა. ასევე 10 საათზე და 35 წუთზე ბათუმი თურქეთის მიმართულებით დანიშნული რეისიც გაუქმდა. რეისების განხორციელებას ორივე ქვეყნის აეროპორტებში ელოდნენ საქართველოს მოქალაქეები, მგზავრები, რომელთა დიდი ნაწილი ამ დრომდე ადგილზე რჩება. როდის აღდგება ფრენები უცნობია. მომპე ამ დროისთვის დასრულებულია, ბოლო ინფორმაციით ეთერში 12 საათზე დავბრუნდებით დროებით.